სალამი მეგობრებო, ეს ვიდეო ცოტა განსხვავებულად დაიწყება, თბილისში ვარ და მოკლედ ახლა ავდივარ ჩემი ძმასთან სახლში. ახლა მოგიყვებით უცებ რაში არის საქმე. 5 მარტს არის ლიზის დაბადების დღე ჩემი ძმისშვილის და მოკლედ მინდა რომ გავუკეთო საჩუქარი და ახლა ჩუმად წერილი დაუწერე, მოკლედ რომ ცოტა ვაწვალოთ ან მინდა რომ ვაჩუქო იტალიის აგზური მოკლედ და ყველა ერთად წავალთ რომში სამოგზაუროთ. ნახოთ რა რეაქცია ექნება, როგორ გაეხარდება და მოკლედ მოემზადეთ. იტალიაში მივდივარ. Please, გამარჯობა, მე ლევანი ბიძა ვარ. მოკლედ პირველ რიგში ბოდიში რომ შენ დაბადების დღეზე არ ვიქნები საქართველოში, მაგრამ მინდა პატარა საჩუქარი გაგიკეთო. რადგან ვერ მოვიფიქრე სად გინდა აღნიშნო ჩვენი დაბადების დღე, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე რომ შენი მე-13 დაბადების დღის დღეს შეხვდე იქ, სადაც მიდის ყველა გზა. სადაც ყველა შენი საყვარელი კერძები და დესერტებია. ალბათ უკვე მიხვდი, სადაც არის ეს ადგილი. თუ ვერა და ეს ადგილია 3-2-1 იტალია. აუბიც მოგესალმებით მეგობრებო, ჩამოვედით სომხეთში და იწყება ჩვენი მოგზაურობა იტალიაში. იტალიაში მოგზაურობა იწყება სომხეთიდან რა. მოკლედ აქამდე საკმაოდ მარტივად მოვედით, პროცედურებით საკმაოდ მარტივად გამოვიარეთ ყველაფერი, პასპორტ კონტროლი და რამოდენიმე წუთში დავიძრებით ერევნის აეროპორტისკენ, საიდანაც გავფრინდებით რომის მიმართულებით. თქვენ არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, რა თქმა უნდა. ამ ვიდეოს დალაიქება, კომენტარების დაწერა და მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცები გველოდება წინ. როგორც იცით, ამ მოგზაურობაში მარტო არ ვიქნები და ვიქნები ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მოკლედ და რავი, ძალიან ბევრს მოგწონთ ესეთი ოჯახური ვლოგები, ასე რომ თქვენი მეძე ვარ მოკლედ რა, დარწმუნებული ვარ რომ ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურებაც ექნება. ეხლა მანქანაზე დაზღვევას გავაკეთებთ და გავაგრძელებთ გზას. ჩვენი პირველი გაჩერება სევანის ტბა მეგობრებო და ნახეთ რამხელა არის და რა ლამაზი არის აქაურობა რა. ეხლა ცოტა ცივა და ხალხი არ არის, მაგრამ აქ ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩამოდის, როგორც ვიცი მოკლედ. აი ესე ლამაზად არის ყველაფერი მოწესრიგებული, შეუძლიათ დამსვენებლები მოვიდნენ, დაისვენონ მოკლედ და არ ვიცი, რესტორანი სამწუხაროდ დაკეტილი არის, ვერაფერს ვერ ვაგემოვნებთ, მაგრამ არ ვიცი, ზაფხულში ალბათ ძალიან კაი სანახაობა იქნება. აი ესე მთლიანი სანაპირო მოკლედ ძალიან მოწესრიგებულია და ძალიან ბევრი სასტუმროები და რესტორნები არის. მოვედით მეგობრებო, ესეც ერევანის აეროპორტი, საკმაოდ გვიან ჩამოვედით, როგორც აღმოჩნდა გზა საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი უღელტეხილი არის გადმოსავლელი, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ღირს სომხეთიდან გაფრენა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რამხელა განსხვავება არის, ქუთაისიდან ორივე გზა მიჯდებოდა ერთ ადამიანზე დაახლოებით $350-დან $380-მდე და ერევანიდან გვიჯდება ერთ ადამიანზე ორივე გზა $40. ძალიან დიდი განსხვავება არის და მეთანხმებით. მოკლედ, წავედით ახლა შევალთ, გავივლით ყველა პროცედურას და მერე ისევ დაგიბრუნდებით.
გამოვიარეთ ყველა შემოწმება, მოკლედ და ველოდებით გაფრენას დაახლოებით 1 საათში დაიწყება ჩაჯდომა და გავფრინდებით იტალიაში. აეროპორტზე 1-2 სიტყვით უნდა გითხრათ, იმიტომ რომ აი საკმაოდ პატარა აეროპორტია. თბილისის აეროპორტი ბევრად დიდი არის. არ ვიცი, სხვა აეროპორტიც არის თუ არა ერევანში, მაგრამ თუ მარტო ეს არის, საკმაოდ პატარა აეროპორტია, მოკლედ რა. ჩამოვედით მეგობრებო, ესეც ჩვენი იტალია და მოკლედ ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც მინდა რომ რაღაც პატარ-პატარა დეტალები გაგიზიაროთ ბილეთების აწაულივე. მოკლედ ქალაქის ცენტრამდე მივდივართ მატარებლით და მატარებლის ბილეთში გადავიხადე ერთ უფროსზე 14 евро რა. მე მგონი ნორმალური ფასი არის, თან აქედან ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი ეგ არის რა მატარებელი. აქედან წავალთ ქალაქის ცენტრში, ტერმინი ქვია გაჩერებას. Treni delle relazioni Porte-Roma subiscono limitazioni o cancellazioni. და მე უკვე გადავჯდებით მეტროზე და მეტროთი გავაგრძელებთ სასტუმრომდე გზას. წავედით. ესეც ჩვენი პირველი გამოსვლა რომის ქუჩებში, მეგობრებო. გამოვედით, მოკლედ აპარტამენტებს ცოტა ხანში დაგათვალიერებინებ, ყველაფერს სად გავჩერდით, როგორ გავჩერდით, ფასებსაც ყველაფერს კარგად მოგიყვებით. მაგრამ ჯერჯერობით მოგიყვებით ამ ქალაქის შესახებ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს. რომი, იტალიის დედაქალაქი და ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოში. დაარსდა ტრადიციული ლეგენდის მიხედვით ძველი წელთაღრიცხვით 753 წელს რომულუსის მიერ. იყო რომის რესპუბლიკისა და იმპერიის ცენტრი, რომელიც ერთ დროს მთელ ხმელთაშუა ზღვას აკონტროლებდა. რომი ცნობილია თავისი ისტორიული ძეგლებით. მათ შორის კოლიზეუმი, ფორუმი, პანთეონი და ვატიკანი, რომელიც კათოლიკური სამყაროს ცენტრია. დღეს ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, სადაც ისტორია და თანამედროვე ცხოვრება უნიკალურად ერწყმის ერთმანეთს. ლეგენდის მიხედვით რომი დააარსა რომულუსმა, რომელმაც ტყუპ-ძმასთან რემუსთან ერთად დააფუძნა ქალაქი. ლეგენდის თანახმად ისინი მგელმა გაზარდა, თუმცა მოგვიანებით რომულუსმა რემუსი მოკლა და გახდა რომის პირველი მეფე. და რა თქმა უნდა, როგორც უკვე გითხარით, ამ მოგზაურობაში მარტო არ ვიქნები, ალბათ უკვე ყველა მიცით, მაგრამ ამ მოგზაურობაში ჩემთან ერთად იქნება ჩემი ძმა ნიკოლოზი, რომელსაც უკვე კარგად იცნობთ გერმანიიდანაც და ეგვიპტიდანაც, ურძლესი თათია, გთხოვთ. და რეზი. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მთავარი მიზანი, ვის გამოც აქ ჩამოვედით, ლიზა, ვისი დაბადების დღეს ერთად უნდა აღვნიშნოთ 5 მარტს. მოკლედ საინტერესო მოგზაურობა იქნება, ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ახლა კი რა თქმა უნდა პირველი ლოკაცია, რომელსაც მოვინახულებთ, იქნება კოლიზეუმი, რა თქმა უნდა. დღეს ორშაბათია და ბევრი ადგილი დაკეტილი არის, არ მუშაობს, მაგრამ როგორც ვნახე, კოლიზეუმი ღია, ასე რომ მივიდეთ, კარგად დავათვალიეროთ და საინტერესო ფაქტებსაც მოგიყვებით ამ ადგილის შესახებ. როგორც უკვე იცით, მეგობრებო, რომის ყველა ქუჩაზე და ყველა ნაწილში რაღაც ისტორიულის ნახვა შეიძლება და ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება შემოხვდეს გზად. მაგალითად, აი ახლა კოლიზეუმის ანახავად მივდიოდით და გზად შემოხვდა აი ესეთი საოცარი ადგილი და ახლა მოგიყვებით ამ ადგილის შესახებ ძალიან საინტერესო ფაქტებს. ეს არის სანტა მარია მაჯიორე, იმედია სწორად ვამბობ, რომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უძველესი ბაზილიკა. ეს ბაზილიკა აშენდა მე-4 საუკუნეში პაპი ლიბერიუსის მმართველობის დროს. და ახლა ძალიან საინტერესო ლეგენდა უნდა მოგიყვეთ. 352 წლის 5 აგვისტოს ზაფხულის სიცხეებში წარმოიდგინეთ ლეგენდის თანახმად, რა თქმა უნდა, აი ამ ადგილზე მოვიდა თოვლი, რაც მიიჩნიეს სასწაულად და ზუსტად მაგიტომ ააშენეს აქ ეს ბაზილიკა. დღემდე რჩება რომის პაპის მიერ მართულ 4 ყველაზე მნიშვნელოვან ბაზილიკას შორის და მოკლედ დღემდე ინარჩუნებს თავის ამ უმნიშვნელოვანეს როლს. ესეთი ლამაზი სანახაობაა ქალაქის შუაგულში და როგორც ჩანს ძალიან ბევრი უსახლკაროს თავშესაფარიც არის აქაურობა. აი ხედავთ რამდენ ადამიანს ძინავს აქ პირდაპირ შუა ქუჩაში.
აბა რას გვეტყვით ორი სიტყვით? მოიცა გაიარო. ანუ პირველი არ არის ჩემთვის რომში მოგზაურობა და იმდენად დაუვიწყარი იყო, რომ აი წამოსვლის დღიდან ვოცნებობდი, რომ ისევ დაუბრუნებულიყავი და ანუ აი ისეთი განცდა მაქვს, როგორც პირველად და რავი, აი სასწაულია, ვინც არ არის ნამყოფი, ერთხელ მაინც უნდა იმოგზაუროს იტალიაში. პირველადი შეფასებით, როგორ მოგწონთ რომის ქუჩებში სეირნობა? ძალიან მომწონს. ნუ ცოტა ქუჩები თუ სუფთად იქნებოდა, უკეთესი იქნებოდა, თქმა უნდა. მართალი ხარ, ეგ მეც შევამჩნიე, ძალიან სიბინძური არის ქუჩებში სამწუხაროდ, მაგრამ ეგ ალბათ ძალიან ბევრი ტურისტის დამსახურებაც არის. აბა შენ როგორ მოგეწონა, ეხა მითხარი რომი? ჯერჯერობით რა, ჯერ წინ არის მთელი ყველაფერი უნდა დავათვალიეროთ, მაგრამ რაც ვნახეთ როგორ მოგეწონა? რავი, კარგად. ანუ ლამაზი ქალაქია? კი. კიდე ჩამოხვიდოდი რომში? კი. რა უნდა უთხრა? Subscribe. ჩემ არხს რა ქვია? Let's journey. ჯიგარი ხა. წავედით. ავედით მეგობრებო, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე რომში, ჩემს უკან, აი ამ ქუჩის ბოლოში ჩანს კოლიზეუმი, სადაც ჯერ არ მივსულვარ და ძალიან მალე მივალ, მაგრამ აი ამ ქუჩაზე, მოკლედ ორივე მხარეს არის ძალიან ბევრი ნანგრევები და აი აქ იყო ზუსტად ის ძველი რომი და ნახეთ, რამდენი საინტერესო ადგილია, რომლის მნიშვნელობაც არ ვიცი ახლა მე და ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ლამაზია აქაურობა. ვინც ჩემ ვიდეოებს ხშირად უყურებს ხოლმე, მოკლედ ეცოდინებათ, მაგრამ კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ მე მოკლედ ძალიან მიყვარს ხოლმე მაგაზე ფიქრი, რომ აი აქ საუკუნეების წინ როგორი ცხოვრება იყო, წარმოიდგინეთ, ადამიანები რაღაც ყველა თავის რაღაცა საქმიანობდა, ყველა თავის საქმეზე დადიოდა. მე კოლიზეუმში მიდიოდნენ და სისასტიკით ტკბებოდნენ, მოკლედ და ეგ იყო ამათი ერთადერთი გასართობი და მოკლედ აი წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესო ცხოვრება ქონდათ რა. ჩვენი ცხოვრებიდან აი წარმოიდგინეთ რადიკალურად განსხვავებული რა, აი 100%-ით განსხვავებული ცხოვრება ქონდათ და რამდენად განსხვავდება დღევანდელი ცხოვრება უბრალოდ. მოვედით კიდევ ერთ საოცარ სანახაობასთან მეგობრებო, აი ჩემს უკან თქვენ თვითონაც ხედავთ რამდენად ლამაზი და რა საოცარი სანახაობა არის. ეს თეთრი მარმარილოს ნაგებობა მდებარეობს ვენეციის მოედანზე და ეს არის იტალიის მეფის ვიტორიო ემანუელ მეორის საპატივსაცემად. შიგნით ასევე მდებარეობს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი. და ეს ადგილი ასევე გამოირჩევა თავისი ხედებით. აი ზემოთ შეგიძლიათ ახვიდეთ და უკანა მხრიდან იშლება საოცარი ხედები რომზე, რასაც რა თქმა უნდა ახლა ჩვენც ვნახავთ. ამოვედით, ნახევარი გზა ამოვიარეთ, ჯერ და ნახეთ რა საოცარი ხედები არის. თითქმის ყველა წერტილი ჩანს, მოკლედ რისი მონახულებაც აუცილებელი არის რომში. ეს არის ამ შენობის მეორე მხარე, საიდანაც ასევე ძალიან ლამაზი ხედები იშლება და შეიძლება ითქვას უკეთესი ხედებიც იშლება, იმიტომ რომ აქედან კოლიზეუმის ჩანს და არის კიდე სულ ზემოთ ასასვლელი, სადაც დამატებით რაღაც თანხას თუ გადაიხდით, მოკლედ იქიდანაც შეძლებთ გადმოხედვას და იქიდან კიდე უფრო ლამაზი ხედები იქნება, მაგრამ აქედანაც არა უშავს რა. აბა დღევანდელი დამღლელი დღის მერე მოკლედ პატარა შესვენება უნდა მოვაწყოთ და ეხლა დავაგემოვნებ ტრადიციულად ადგილობრივ კარბონარას და რა თქმა უნდა თქვენც გაგიზიარებთ ამ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გემრიელი იქნება. რაც განსაკუთრებული რესტორანი არ მოგვიძებნია, რაც იყო აქვე. პირდაპირ შემოვედი და სხვათა შორის ფასებით საკმაოდ ნორმალური არის კარბონარა. პორცია ჯერ არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ 10 ევრო ღირდა და საკმაოდ ისეთი ნორმალური ფასია. აი ესე გამოიყურება ჩემი კარბონარა. ნახეთ როგორი ტაფით მომიტანეს.
აბა ტრადიციულად ერთად დავაგემოვნოთ ახლა ნამდვილი იტალიური კარბონარა. პირველს არ აუშავდა. კარგია, ცუდი არ არის, მაგრამ რავი, უკეთესებიც მიჭამია, რა სიმართლე გითხრათ. თავის ფასს ამართლებს, 10 ევროს ამართლებს რა. ნუ დიდად არ ახვდოვანდი მე პირადად რა. არა. ვაგრძელებთ მოგზაურობას და ჩვენი შემდეგი ლოკაცია რა თქმა უნდა იქნება კოლიზეუმი და ესეც რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ამ ადგილზე. კოლიზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი რომაულ არქიტექტურაში. ის აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით 70-დან 80 წლამდე იმპერატორ ვესპასიანესა და მისი შვილის ტიტუსის მმართველობის დროს. მისი მთავარი დანიშნულება იყო გლადიატორული ბრძოლები და სხვადასხვა საჯარო წარმოდგენები, მაგალითად ცხოველებთან ბრძოლა და დასჯის სხვადასხვა საჯარო წარმოდგენები. ითვლება, რომ კოლიზეუმი იტევდა დაახლოებით 50,000-დან 80,000 მაყურებლამდე. იგი ოვალური ფორმისაა და მისი სიგრძე 189 მეტრს, ხოლო სიგანე 156 მეტრს წარმოადგენს. დღეს კოლიზეუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციაა რომში და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. მეგობრებო, ნიშანი პირდაპირ ციდან დამეცა. ჩემთვის მივდიოდი კოლიზეუმთან, არავის არაფერს არ უშავებდი და უცებ თოლიამ დამბომბა პირდაპირ მნიშვნელობით რა. მოკლედ აი ესეთი ამბავი დამემართა რა და ამბობენ ფული იცისო და რა ვიცი ნახოთ აბა სპონსორებს ველოდები და ეხლა ამის მერე თუ სპონსორი გამოჩნდა ისე იგი მართალი ყოფილა ეს ყველაფერი. მოკლედ ყველგან სარემონტო სამუშაოები არის მეგობრებო, როგორც ხედავთ თელ რომში აღმშენებლობა. ვისაც არ გინახავთ ჩემი ტუნისში მოგზაურობა, მსგავსი ამფითეატრი იყო იქაც და ისიც საკმაოდ კარგად იყო შემონახული. იგივე დატვირთვა ჰქონდა იმასაც, სხვადასხვა რაღაც ღონისძიებები იმართებოდა, გლადიატორების ბრძოლა და ასე შემდეგ. ასე რომ, ვისაც არ გინახავთ, გადადით ტუნისის მოგზაურობას უყურეთ, დამიჯერეთ, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცეებს ნახავთ. კოლიზეუმზე პირველი რაც გამახსენდა, რომელი სერიალიც არის სპარტაკი, ვისაც არ გინახავთ, აი უმაგრესი სერიალი არის და ავი 100%-იანი რეკომენდაცია. მაგ სერიალის მერე რო ჩამოხვალ და ამ ადგილს მოინახულებთ, განსაკუთრებული ემოციები გექნებათ, დამიჯერეთ. იდეალური სასეირნო ქალაქია. რამით უმეტეს თუ ამინდიც ესე ხელს შეგიწყობთ, დარწმუნებული ვარ, რომ აი არ დაიღლებით ამ ქალაქში სეირნობით. ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაც ისტორიული, საინტერესო. ერთადერთი რაც არის, ძალიან ბევრგან არის აი ესე გზები გადათხრილი და რაღაც რესტავრაცია მიდის მოკლედ ყველგან რა და ერთადერთი დისკომფორტი ეგ არის, მაგრამ ეგეც ისეთი არაფერი რა. აი მეგობრებო, ამ სეირნობაში ჯერ ხო ესეთი ლამაზი ადგილია, მაგრამ აი ჩემი ეგვიპტის მოგზაურობა ვისაც გინახავთ, იქ ერთი ცალი ესეთი რო აკლდა, აი აგერ ჩამოუტანიათ თურმე იტალიელებს. მაშინ როგორც წავიკითხე, ეწერა რომ ერთი ცალიდან საფრანგეთში იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აგერ იტალიაშიც ყოფილა რა. დაგვაღამდა ამასობაში. დღეს მე მგონი საინტერესო დღე გამოგვივიდა საერთო ჯამში. ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულეთ. ეხლა მივდივარ ნელ-ნელა სახლისკენ. აქ დავასრულო დღევანდელი ვიდეო და მოკლედ ხვალიდან დაგიბრუნდებით. ხვალ ვაპირებ მოვინახულო ვატიკანი და კიდე რამოდენიმე საინტერესო ადგილი. ხვალ განახებთ სახლსაც, სადაც ცხოვრობ. რამდენი გადავიხადე, ამ ყველაფერს დეტალებს გაგაგებინებთ და ხვალინდელ გეგმებსაც ხვალდილით გაგაცნობთ. დილამშვიდობის მეგობრებო, ეს ჩვენი მეორე დღე რომში. დღეს ვაპირებთ მოვინახულოთ ვატიკანი და კიდე რამოდენიმე საინტერესო ადგილი. რაც შეეხება აპარტამენტს, სადაც გავჩერდით, როგორც უკვე გითხარით და შეგპირდით, ეხლა დაგათვალიერებინებთ, საკმაოდ კარგად გამოიყურება ყველაფერი სუფთად. რაც მთავარია, ამ აპარტამენტში გადავიხადე 5 ღამეში დაახლოებით 700 евро თავის ტაქსებით. ვინც არ იცით, მოკლედ და აქ ვინც ჩამოხვალთ, იცოდეთ, რომ აქ არის ცალკე ქალაქის გადასახადი და დღეში არის 6 евро. ასე რომ უნდა გაითვალისწინოთ, ეგ ძირითადად ქეშად ითხოვენ ხოლმე ადგილზე, სასტუმრო იქნება თუ აპარტამენტი იქნება, ყველგან მოკლედ ადგილზე გადაგახდევინებენ დამატებით ამ გადასახადს. ჩემ შემთხვევაში ეს იყო 120 евро, რაც ადგილზე გადავიხადე. ასევე დაგვიწერეთ კომენტარები ევროპის რომელ ქვეყანას მოისურვებდით, რომ ერთად მოვინახულოთ და აუცილებლად ჩამოვალთ და ვესტუმრებით და
თუ დავხვდებით და დაგვათვალიერებინებთ, დიდი სიამოვნებით. გამოიწერეთ ლევანის YouTube არხი. არინანებთ. ჩვენ ვიდეოთ ვატიკანში. და ვინ ცხოვრობს ვატიკანში? რომის პაპი. და კიდე რა უნდა უთხრა? Subscribe და like this video. ნელ-ნელა მოუახლოვდით ვატიკანსაც და გზაში რაღა თქმა უნდა, ნამდვილი იტალიური პიცა უნდა დავაგემოვნო ახლა. კარგია. თვითონ აი ეს იდეა უფრო მომწონს რა, რომ აი ნაჭრებით შეგიძლია ყიდვა რა. ქუჩაში მიდიხარ, უცებ მოგშივ და ერთი ნაჭერი პიცა აიღე, გააგრძელე გზა. ძალიან კარგი იდეაა და ჩვენთან რატო არ არის მართლა ძალიან მიკვირს. რაო გრილდებით ჯიგრებო. შემოვედით მეგობრებო, გამოვიარეთ ყველა შემოწმება, ბილეთი ვიყიდეთ, კაცზე 20 ევრო გადავიხადეთ, რეზი უფასოდ შემოვიდა და რეზის დამსახურებით სხვათა შორის ურიგოდ გამოგვიშვეს, რადგან ბავშვთან ერთად ხართო, მოკლედ ურიგოდ გეკუთვნით ბილეთის ყიდვაო. თავარი სანახაობა წინ არის, მაგრამ აი როგორც კი შემოდიხარ, იმდენად ლამაზი არის ყველაფერი, რომ აი ძალიან რთული არის ამ ყველაფრის კამერით გადმოცემა და მე შევეცდები ეხლა რომ ეს ყველაფერი კარგად განახოთ და აქაურობის შესახებაც, რა თქმა უნდა, საინტერესო ისტორია მოგიყვეთ. როგორც ჩანს, ფულს აქაც ყრიან. აქ დასაბრუნებლად უნდათ თუ ისთვის უნდათ არ ვიცი. ესეც ვატიკანის მუზეუმი მეგობრებო, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სანახაობა და აქ თუ ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ეს ადგილი, იმიტომ რომ ეს არის მთელი რომის და, რა ვიცი, ნახევარი მსოფლიოს ისტორია. ხოლო რაც შეეხება ბოლო ლოკაციას, სადაც ვიყავით, როგორც უკვე მიხვდით, ეს არის სიქსტის კაპელა, სადაც გადაღება იყო აი სასტიკად აკრძალული და მაინც მოახერხე, რომ რამოდენიმე კადრი გადამეღო თქვენთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახატი, რაც იყო აქ, არის ადამის შექმნა, ალბათ ერთხელ მაინც ყველას გინახავთ. რაც შეეხება თვითონ სიქსტის კაპელას, აშენდა 1973-1491 წლებში და მის მოხატვაზე მუშაობდა ისეთი ლეგენდარული ადამიანი, როგორიც იყო მიქელანჯელო. წარმოიდგინეთ და დღემდე ისე იდეალურად არის ყველაფერი შემონახული, რომ აი თითქოს ახალი გაკეთებულია. მოკლედ წავედით, ახლა გავიდეთ აქედან და გავაგრძელოთ ვატიკანის დათვალიერება. მოვედით გარეთ მეგობრებო და ჩვენ მე მგონი კაი დროს შევედით, იმიტომ რომ ხალხის რიგს შეხედეთ. არ ვიცი, როდის მოუწევთ ამათ იქ შესვლა, მე მგონი დღეს ვერ შევლე. ესეც წმინდა პეტრეს ბაზილიკა მეგობრებო, ჩემს უკან რასაც ხედავთ, დღევანდელი სახით როგორც არის შემონახული, ამ სახით აშენდა მე-16-მე-17 საუკუნეში და ისეთი ლეგენდარული ადამიანები მუშაობდნენ, როგორებიც იყვნენ მიქელანჯელო და ბერნინი. ხოლო პირველი ბაზილიკა აქ აშენდა სწორედ წმინდა პეტრეს საფლავზე, რომელიც იყო რომის პირველი პაპი. და აი ჩემს უკან ამ მოედანს რასაც ხედავთ, სწორედ აქ ატარებს ხოლმე რომის პაპი სხვადასხვა მნიშვნელოვან ცერემონიებს და ალბათ ერთხელ მაინც ყველას გინახავთ. აქედან რა ლამაზია ნახეთ.
ვინმეს გინახავთ CNN-ის ჟურნალისტის ჩართვა. გონიათ უკან ბევრი კამერები არის, ხო? ეგ iPhone-ში აქვს პირდაპირ ჩართვა. ესე მუშაობს CNN. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია ჯერჯერობით, რაც კი მინახავს რა. ერთია ისტანბული იყო ისეთი ქალაქი, რომელიც მართლა არასდროს მომბეზდება ზეირნობა და მეორე არის ეს, რა თქმა უნდა, ბევრი ლამაზი ქალაქი მინახავს. რა ვიცი, რაღაც ძალიან ლამაზია, მაგრამ რავი, აი აქ განსაკუთრებული ატმოსფეროა და განსაკუთრებული აურა ტრიალებს ამ ქალაქში რა. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში. დაგვაღამდა ამასობაში და პატარა შესვენებაც მოვიწყეთ და ნამდვილი იტალიური ნაყინი უნდა დავაგემოვნო ახლა. მე ავიღე ფისტის ნაყინი და ერთი ესეთი ბურთულა, მაგრამ აი ძალიან ბევრი არის მართლა. ღირდა დაახლოებით 5 ევრო მე მგონი რა. კაია. შეიძლება აი. იმისი ჟოლში და ფისტასი. ჯერჯერობით პირველი ნაყინი არის, რაც დავაგემოვნეთ, ასე რომ შედარებით ვერ შევადარებთ ხვებს, მაგრამ ძალიან გემრიელია. დავბრუნდით სახლში, დღეს არსად აღარ წავედით, იმიტომ რომ საკმაოდ გვიანია უკვე დაგვაღამდა და ხვალისთვის დავგეგმეთ დანარჩენი სანახაობები, ხვალაც ძალიან კარგი ადგილები გვაქვს შერჩეული და ბევრი ისეთი გამორჩეული და ლამაზი ადგილი, ასე რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს აუცილებლად და დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ, ვინც არხი გამოიწერეთ, ვინც ეს ვიდეო დაალაიქეთ, კომენტარები დამიწერეთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ესეც ჩვენი სადარბაზო. წავედი მოკლედ დავისვენო და ხვალ შევხვდებით. არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა, რამდენი ხურდები ყრია ახლა, მაგრამ სადაც გაინტერესებთ, როგორ შეგიძლიათ იმოგზაუროთ უფასოდ, ერთი კარგი მაგნიტი გინდათ და კაი ხანი იმოგზაურებთ იაფად მეგობრებო, შეგიძლიათ ეს სტუმროთ აქაურობა. ესე დაიწყება დღევანდელი ვიდეო მეგობრებო, პირდაპირ ტრევის ფანტანიდან, საიდან თუ არა აქედან და მოკლედ დღესთან აუღნიშნავთ აქ ჩამოსვლის მთავარ მიზანს, ლიზის დაბადების დღეს და ლიზ გილოცავთ. ძალიან ბევრი გულები დაუწეროთ ლიზის კომენტარებში, დიდი თხოვნა იქნება ჩემი, რომ დავანახოთ როგორ ულოცავთ ყველა ერთად, როგორი გული. და რა თქმა უნდა, ეხა აქ რომ მოხვიდე და ხურდა არ ჩააგდო ამ ფანტანში, დანაშაულია ფაქტიურად. ასე რომ ჩავიფიქროთ ერთად და 1 2 3 10 ცენტი გავარდა ჯიბიდან რა. აი ესე მეგობრებო, ეხა ტრევის ფანტანთან დავაგემოვნებთ ძალიან გემრიელ ტირამისუს. ტირამისუს, რომელიც ძალიან ცნობილი იყო და ძალიან ბევრი წელი არსებობს აქ და ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევდნენ და ბოლო-ბოლო მოვედით ამ ადგილას. და იტალიიდან ისე წასულა, გამორიცხულია რომ არ ჭამო გემრიელი. ხო, რა ისეთი ადგილია რა. Sorry. ხო, პომპი ქვია ამ ადგილს და ანუ ძალიან დიდი რეიტინგი აქვს რა, მოკლედ ჩემი არის ფისტის, 1000 არის. კარამელით და ლიზისიც ფისტის. ჩვენ მოკლედ არ დაიკელით, ხო? ხო, ანუ ყველაფერი ფისტისა. გემრიელია. ანუ ძალიან გემრიელია რა. ხო, მართლა კაია. არ მეკონა ესეთი გემრიელი. ფისტის რაც დავაგემოვნეთ ჯერჯერობით, აი ყველაფერში იგრძნობა ფისტის გემო რა. ხო და ძალიან ბევრ რამეში აი ფისტა აწერია ხოლმე, მაგრამ აი გემო არ აქვს ხოლმე რა და აქ რაც დავაგემოვნე, აი ყველაფერში აი ფისტის გემო კარგად იგრძნობა და ძალიან კაია. რა თქმა უნდა, გზად პატარა იცი შესვენება უნდა გააკეთო.
იტალიაში რომ მოგზაურობ, ეგრეა. ყველა ფეხის ნაბიჯზე პიცა არის და რომელში გინდა რომ შეხვიდე და გასინჯო, ყველგან გემრიელია. ესეც ესპანური კიბეები, მეგობრებო, მოვედით და ნახეთ ხალხის რა რაოდენობა არის აქ რა. ეს ადგილი აშენდა 1723-1725 წლებში და სახელი ესპანური კიბეები წამოვიდა იქიდან, რომ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და გამოგადგეთ ეს ინფორმაცია. აქ იყო საუკუნეების განმავლობაში ძალიან დიდი ხანი იყო ესპანეთის საელჩო და ზუსტად მაგიტო დაერქვა აქაურობას ესპანური კიბეები, ხოლო დღეს უკვე რა თქმა უნდა აქ ესპანეთის საელჩო არ არის, როგორც მოვიძია ინფორმაცია და უბრალოდ ტურისტული ადგილი გახდა აქაურობა, მოდიან ბევრ ლამაზ ფოტოებს იღებენ და ასე შემდეგ. მოკლედ შეგიძლიათ ეს სტუმროთ აქაურობას და რა თქმა უნდა უფასოა აქ მოსვლა, ასე რომ არაფრის გადახდა არ მოგიწევთ. რაღაცას დავაკვირდი მეგობრებო, რომ სტამბოლშიც რო ვიყავი და აქაც რამოდენიმეჯერ ვთქვი, რომ ბევრი არის თქო ნამყოფი და შეიძლება ბევრს არ აინტერესებდეს თქო, მაგრამ სინამდვილეში ბევრი არ არის ნამყოფი, არც აქ, არც სტამბოლში და ძალიან ბევრს აინტერესებს ეს ქალაქები რა. ფეხით სიარული კი არის ცოტა დამღლელი, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ხედები იშლება აქედან, რომ რავი, ნამდვილად ღირს რა. ვიღაცას ძალიან ნერვები მოეშალა ეთყობა და მოისროლა ველოსიპედი. არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ მოკლედ იტალიაში აი ყველა ფანტანი სადაც მივედი, ყველგან ხურდები ყრია რა. ანუ ტრევის ფანტანი არ არის ერთადერთი სადაც ხურდებს ყრიან. არის ნებისმიერ ადგილას რომ მიხვიდეთ, ყველგან ხურდები არის. გასაკვირი რა არის ისეთ რომ ამაში რომ კიდევ ვიღაცა ეხვევა რა 21 საუკუნეში. ის ერთი ამისიანია რომ იცოდეთ. ვითომ თამაშობს. ყოველთვის ეგ. No? Okay. პატარა შესვენება კიდე გზად მოკლედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სანაყინე კიდე ნუ რავი შევა ტერიას თუ რაღაცას ეძახიან აქ მე მგონი გრომი ქვია მოკლედ და აი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაყინი არის მანდო ესე ვნახე და რაღა დაგიმალოთ და მართლა ძალიან გემრიელია დღეს ავიღე თხილის არის ეს და ნუ რავი ძალიან გემრიელია მართლა რა და აი ზუსტად მაგიტო არის ჩემი არხი კარგი ვისაც გამოწერილი აქვს რომ მე რო ბევრი ძებნა მიწევს სად შეიძლება გემრიელას ჭამა და ასე შემდეგ თქვენ უბრალოდ ერთი არხის გამოწერით შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღოთ ასე რომ ვინც აქ აპირებთ ჩამოსვლას მე მგონი ცოტა გაგიმარტივეთ რაღაცეები ესეც ვილა ბორგეზე მოვედით აქაც ძალიან დიდი ტერიტორიაა, ძალიან დიდი პარკი არის და შემოსვლა უფასოა, ასე რომ უფასოდ შეგიძლიათ ესტუმროთ ამ ადგილს, ძალიან ლამაზი ფოტოები გადაიღოთ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი გარემო არის და თვითონ ვილა ბორგეზეც როგორც ამბობენ, ძალიან ლამაზია და მივალთ იქაც დავათვალიერებთ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჯერ შესასვლელი ისეთი ლამაზია და იმდენი ადამიანი არის აქ, რომ რავი მოკლედ აი საოცარი გარემოა ყველა ფეხის ნაბიჯზე რა ამ ქალაქში, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან არის აი საოცარი გარემო. ძალიან დიდი ტერიტორია არის და ცოტა რთული არის გარკვევა, საით უნდა წავიდეთ. ყველაფერს კარგად ვერ პოულობთ და ეხლა აი ესეთი რუკა შემხვდა, სადაც იმდენი ადგილი არის მონიშნული, რომ ფეხით, არ ვიცი, ძალიან რთულია მაგ ყველაფრის მონახულება და ამ ყველაფერში გარკვევა. ეხლა დავდივართ ფეხით, რომ იქნებ ჩვენ თვითონ გავერკვეთ, საით უნდა წავიდეთ. იპოდრომიც უნდა იყოს ამ ტერიტორიაზე, როგორც ნახეთ, რაღაც ზოოპარკივით, რაღაც ეწერა კიდე. მოკლედ ძალიან ბევრი რამე არის და ნახოთ თუ მივაგენით რა თქმა უნდა თქვენც დაგათვალიერებინებთ. აი ისიც მოვადექით როგორც იქნა ვილა ბორგეზე, რომელიც დღეს უკვე გალერეა არის, როგორც ვნახე. მე-17 საუკუნეში აშენებულა ეს ვილა და მოკლედ დღეს უკვე გალერეა არის. შეგნით დიდი ისეთი არაფერი სანახაობა არ არის, ასე რომ გარედანაც შეგიძლიათ დატკბეთ და ძალიან ლამაზი ფოტოები გადაიღოთ. რა თქმა უნდა ეცადეთ რომ მზის ჩასვლამდე მოხვიდეთ აქ, რომ კარგი ამინდი დაგემთხვეთ, მზიანი ამინდი,
და ძალიან ეფექტური და ლამაზი ფოტოები გამოგივათ. ჯერ კიდე 2 დღე გვაქვს წინ და ხვალ ფიქრობ ჯერ რას გავაკეთებ ზუსტად არ ვიცით. ერთი ვარიანტი იყო რომ ფლორენციაში წავსულიყავით, მაგრამ მატარებლის ბილეთები არც ისე იაფი ღირს რაც ვნახე, ანუ ერთ ადამიანზე ერთი გზა $50 ღირს და ჩვენ შემთხვევაში საკმაოდ ძვირი გამოვა, იმიტომ რომ ბევრნი ვართ და ორივე გზა რო ვიყიდოთ ძალიან ძვირი დაგვიждდება რა. ხო და არ ვიცი, მოკლედ ფიქრობთ რას ვიზავთ ხვალ. დღევანდელი დღე აქ დავასრულოთ, მე მგონი საინტერესო დღე გამოვიდა. რაც შეეხება საყიდლებს და რაღაცეების ფასებს, მე კიდე კარგად გაგიზიარებთ, იმიტომ რომ ერთ დღეს მთლიანად დავუთმოვთ მოკლედ საყიდლებს და ყველაფრის ფასებს კარგად გაგიზიარებთ. წავედი მოკლედ და ტრადიციულად ხვალ დილით დაგიბრუნდებით. ეს არის ჩვენი ბოლოს წინა დღე იტალიაში და მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ დღეს მოვინახულოთ რომთან ახლოს ერთი პატარა ქალაქი, რომელსაც ქვია ტივოლი. როგორც ამბობენ, ძალიან ლამაზი სანახაობა არის, ძალიან ლამაზი ქალაქი უნდა იყოს და რა თქმა უნდა იმედია ჩვენც მოგვეწონება. რაც შეეხება გზას, მივდივართ მატარებლით, რომელსაც დაჭირდება დაახლოებით 1 საათი რომიდან და ბილეთში გადავიხადეთ კაცზე €3. რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნორმალური ფასი არის, იაფია და რაც მთავარია, რომიდან ცოტა განსხვავებულს დავათვალიერებთ და წავედით ახლა და დაგიბრუნდებით ქალაქი ტივოლიდან. ჩამოვედით მეგობრებო, ესეც ქალაქი ტივოლი, პატარა ლამაზი ქალაქი რომთან ახლოს. ეხლა დავიწყებთ ამ ქალაქის დათვალიერებას, მაგრამ მანამდე მინდა გაგიზიაროთ ერთი აპლიკაცია, რომელსაც ქვია trip.com, რომელსაც მე პირადად ძალიან ხშირად ვიყენებ, სხვადასხვა ფრენების დასაჯავრშნად, მატარებლების დასაჯავრშნად, აი აქ ჩამოსასვლელადაც კი ეს აპლიკაცია გამოვიყენე და მოკლედ მე ძალიან კარგად ვიყენებ, ძალიან კომფორტული არის ჩემთვის და გაგიზიარებთ ამ აპლიკაციის ლინკს. ვიდეოს აღწერაში იქნება, რა თქმა უნდა თქვენც პატარა ბენეფიტები გექნება თუ გადახვალთ ამ ლინკით და რა თქმა უნდა მეც ცოტას ვიხეირებ. ასე რომ დარწმუნებული ვარ გამოგადგებათ, ვისაც მოგზაურობა გიყვართ და წავიდეთ ახლა დავათვალიეროთ ეს ქალაქი. აი ესეთი ადგილი შევარჩიე, რომ გაგიზიაროთ ამ ქალაქზე 1-2 სიტყვა. როგორც უკვე გითხარით, ეს არის ქალაქი ტივოლი, რომელიც მდებარეობს რომთან დაახლოებით 30 კილომეტრში და საკმაოდ ადვილი მოსასვლელი არის და ძალიან ბევრი ლამაზი ადგილის ნახვა შეგიძლიათ. ამ ქალაქის ისტორია ჯერ კიდევ ანტიკური რომიდან იწყება და ეს არის ერთ-ერთი ის ქალაქი, სადაც ძველი რომაელი არისტოკრატები ჩამოდიოდნენ დასასვენებლად და ამ ქალაქში არის ძალიან ბევრი ვილა. ერთ-ერთი მათგანი არის ეს ვილა, ეს არის ვილა დიესტე და აქ შემოსვლა ღირს ერთი ადამიანი €15, მაგრამ აი ძალიან დიდი ტერიტორიაა და ისეთი ლამაზი ხედები იშლება აქედან, რომ არ ვიცი, აი ეს €15 ნამდვილად ღირს, რავი, მეტიც რო ღირდეს, აუცილებლად უნდა შემოხვიდეთ აქ. არ ვიცი, მოკლედ რომში თუ იმოგზაურებთ, ეს ადგილი აუცილებლად მოინახულეთ. აი ესეთი ადგილები არის მთელ პარკში წარმოიდგინეთ და ძალიან დიდი ტერიტორიაა, ზემოდან ვილა და ქვემოდან აი ესეთი საოცარი ხედები და ესეთი საოცარი სანახაობები. აქეთაც ესე მოდიხარ, თელ ჩაყოლებაზე ნახეთ რამდენი შადრევანია, როგორ არის ყველაფერი გაკეთებული და ამ ბილიკის ბოლოშიც ძალიან დიდი შადრევანი ჩანს, რომელსაც ასევე მივალთ მოვინახულებ და
რავი, აი ძალიან ლამაზი ადგილია რა. დანარჩენი უბრალოდ დატკბით აქაურობით. შევეცდები რომ ბევრი ლამაზი კადრი გადავიღო თქვენთვის. აი ეს არის მეგობრებო იტალია, ვისაც ხელოვნება გიყვართ, ვისაც სილამაზე გიყვართ, ვისაც ძალიან ბევრი ლამაზი ადგილის ნახვა გინდათ, მოკლედ იტალია თქვენთვის არის რა. ჩამოდით, იმოგზაურეთ და შეგიძლიათ დატკბეთ ყველა ნაბიჯით, მოკლედ რა. აი ყველა ნაბიჯზე რაღაც ხელოვნების ნიმუშია, მოკლედ რა. მთელი იტალია არის ხელოვნების ნიმუში, მართლა. აი ყველა შენობა, უბრალოდ საცხოვრებელი კორპუსიც კი ძალიან ლამაზად გამოიყურება. არ ვიცი, მე ეგეთი ქვეყანა სხვაგან არსად არ მეგულება, სადაც აი ამდენი სილამაზე ერთად არის მოქცეული. ორ გადაუკიდო ერთი ანკესი ამ მოუყარო ესე. რა თქმა უნდა, იტალიური შესვენება უცებ. მაგიტო არის პიცა კარგი რა, აი უცებ პატარა შესვენება თან ძალიან გემრიელა. სახელები არ ვიცი რა ქვია, ესე უბრალოდ ვიზუალურად ვარჩევთ ხოლმე და ყველა ძალიან გემრიელია. ეხლა შემოვედით, ერთ-ერთი პატარა რესტორანი არის აქვე ამ ქალაქში და რავი, ძალიან ბევრი ადგილობრივი იყო და მაგიტო გადავწყვიტეთ აქ შემოსვლა და როგორც ყოველთვის გაამართლა რა, სადაც ბევრი ადგილობრივია, ისე იგი გემრიელი საჭმელია რა თქმა უნდა. მეგობრებო, აი ძალიან გემრიელად ჭამთ ვსივართ აქ და აი ჩემს უკანეს ახალგაზრდა მამაკაცი როზის. მოკლედ გემრიელად ჭამა და ეხლა აი ბოლო ხმად ზის და აკუებს რა. აი მართლა გეუბნებით, უბრალოდ ეხლა ვერ ჩაუსაფრთები რომ გადავიყო ეგ მომენტი რა დროს გააკუებს, მაგრამ აი დამიჯერეთ. არ ვიცი, აი ამბობენ რომ აქ ჩვეულებრივი ამბავია ევროპაში, მაგრამ არ ვიცი, ჭამის დროს მაინც რომ მოერიდონ ცოტას, რავი, არ იქნება ცუდი რა. რავი, იმედია ეგ დრო არასდროს დაგვიდგება, რომ ეგ ნორმალური გახდება, რომ ადამიანი რო ჭამს, გვერდზე იჯზე და ბოლო ხმაზე აკუო. მოკლედ აი ძალიან ცუდი ამბავია. ჩვენ დავიძარით ნელ-ნელა რომისკენ, დავბრუნდებით ისევ მატარებლით 1 საათის გზა არის აქედან და სხვათა შორის Trip.com-ზე მე რა აპლიკაციაც გითხარით, მან კიდევ უფრო იაფია ბილეთი $2 ღირს ერთი ადამიანი, ასე რომ აი ესე ძალიან გამოგადგებათ მოკლედ ყოველდღიურობაში. დავბრუნდით რომში და ელნელა მზეც ჩადის მოკლედ მოსაღამო და ცოტას გავისეირნებთ ახლა ქალაქში რამე საინტერესოს დავათვალიერებთ, მერე რამე გემრიელს დავაგემოვნებთ, ამით დასრულდება დღევანდელი დღეც. ნახეთ რა ლამაზი ქუჩებია, როგორ შეიძლება რომ ამ ქუჩებში სეირნობა მოგვეზრდეს რა. გზაში დაგვაღამდა, მაგრამ მოვედით როგორც იქნა, ეს არის პიაცა ნოვანა, ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული სანახაობა კიდევ რომში, რომელიც რავი, აუცილებლად უნდა მოინახულოთ, ძალიან ლამაზი ადგილია. გარშემო არის ძალიან ბევრი დასაჯდომი კაფეები, რესტორნები, სადაც ძალიან გემრიელი რაღაცეები შეგიძლიათ დააგემოვნოთ, როგორც მოვიძიე ინფორმაცია და აქვე არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი რესტორანი კიდე და თუ მოვახერხი აუცილებლად შევალ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგი არის მოკლედ რა. რაც შეეხება პიაცა ნოვანას, აი ესეთი ლამაზი ადგილია და რომში თუ იქნებით, ფეხით აუცილებლად გამოისეირნეთ.
მოვედით მეგობრებო, აი ამ რესტორანზე ვიძახდი, ეს არის რესტორანი Osteria de Fortunata, ესე ქვია სახელი, მოკლედ აი ამ მოედანთან არის პირდაპირ ახლოს ლოკაციასაც დაგიტოვებთ აუცილებლად და რითიც არის ეს რესტორანი გამორჩეული, ადგილზევე ამზადებენ პასტასაც და შეგიძლია უყუროთ როგორ ამზადებენ ამ პასტას და როგორც ამბობენ ძალიან გემრიელი არის, მოკლედ და ეთყობა კიდეც ხალხი ძალიან ბევრი არის რესტორანში და ესეთი რიგი არის ახლა, აი რასაც ხედავთ აგერ ჩემს უკან კიდე და მოკლედ რა ვიცი, ძალიან დიდი ხანი მოგვიწევს ალბათ ლოდინი, მაგრამ რავი, იმედია ღირს რა, შევალ და აუცილებლად დავაგემოვნო. დაახლოებით ერთი 40 წუთიანი ლოდინის მერე მოგვიწია რიგმა და გარეთ მოგვიწია დაждომა სამწუხაროდ, მაგრამ გათბობა არის, ისედაც არც ივა, უბრალოდ აი ბევრი ხალხი მოძრაობს, ერთი ეგ დისკომფორტია, მაგრამ არა უშავს. ეხლა დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან გემრიელ პასტას დავაგემოვნებ. ჯერ როგორ ლამაზად გამოიყურება, ამას შეხედეთ. პირველი გასინჯვა ეხლა. ერთიც მჭირდება, რომ კარგად გაგიზიაროთ. ერთი წამით. ძალიან გემრიელია მართლა. ზოგადად ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საყვარელი საჭმელია და რავი, აი ძალიან გემრიელია რა. აი ყველა გემო ისე იდეალურად არის, მოკლედ რომ აი მთავარი რაც არის პასტა არის, ანუ მე მართლა ესეთი პასტა არ გამესინჯავს რა. ნამდვილი გემო აქვს რა. აი ეტყობა რომ ნამდვილია და აქვე არის გაკეთებული, ეგაა ყველაზე მთავარი. მოკლედ ეხა კამერა თუ არ გავთიშე, იქიდან უკვე აგრესია მოდის წავედი. დაუბრუნდი მეგობრებო სახლში და მოკლედ დღევანდელი დღის ძალიან გემრიელი დასასრული იყო. კარგად იქიდან კიდე ვერ გაგიზიარეთ, იმიტომ რომ ისე მიყურებდნენ ეხლა რომ იქ ოპერატორობისთვის არავის არ ეცავა და მოკლედ ძალიან გემრიელი იყო, რომ შევაფასო ეხლა აი ყველა ინგრედიენტი ძალიან გემრიელი იყო, არ ვინანე, მოკლედ დაახლოებით 40 წუთი რო ვიდექი ამ რიგში, ასე რომ თუ აქ იქნებით ჩემი 100%-იანი რეკომენდაცია ამ ადგილს. წავედი მოკლედ დღევანდელი დღე აქ დავასრულოთ. მე მგონი საინტერესო იყო დღევანდელი დღეს და ტრადიციულად ხვალ დაგიბრუნდებით, ხვალ ჩვენი ბოლო დღე არის რომში, საღამოს ფრენა გვექნება და შევეცდები რომ ხვალინდელი დღეც რა თქმა უნდა საინტერესოდ გავატარო. ფიქრობ წავიდე რომის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში და ნახოთ ფასები და იქნებ რამე კარგიც ვიყიდო სამახსოვროდ რომიდან. წავედი და ხვალ შევხვდებით. ესეც ჩვენი ბოლო დღე რომში და დღევანდელ დღეს გავატარებთ რომის ყველაზე დიდ მოლში, რომელსაც ქვია Orta di Roma და მეც ძალიან მაინტერესებს როგორია რომის ყველაზე დიდი მოლი. დღეს საღამოს გვაქვს ფრენა 8 საათი არის, თუ არ ვსდები, ჯერ 12 საათიც არ არის ჩვენთან, ასე რომ მთელი დღე წინ გვაქვს და წავიდეთ დავათვალიეროთ. პირველი განსხვავება რაც არის, როგორც კი შემოდიხარ მოლში, საკვების ზონები არის პირველივე სართულზე რა, როგორც კი შემოდიხარ. ანუ თან მაღაზიებიც არის, თან საკვების ზონებიც და ქვემოთ არის ჩასასვლელი კიდე ერთი სართული, ანუ ზემოთ ასასვლელი ჯერ არ შემხვედრია. მოკლედ რო გითხრათ, ფასები არც ისე იაფი არ არის რა, საკმაოდ ძვირი არის ყველაფერი. რამოდენიმე მაღაზიაში ვიყავი, ისეთ ბრენდულ მაღაზიაში ჯერჯერობით და ფასები არ არის იაფი რა. ზარაშიც მაგალითად დაახლოებით იგივე ფასები არის რაც საქართველოში რა, ანუ აქ ევროშია და ნუ ლარში რო გადაიყვანე რა. ნუ ტანსაცმელზე იმიტომ ვამბობ, რომ აზრი არ აქვს რა, ანუ საქართველოში რო ვიყიდო იგივე გამომივა, ასე რომ რავი, აქედან რო არ ვათრიო, მაგრამ საქართველოში ვიყიდო. აი ესეთ ადგილზე შემოვიარე, ეხლა ძალიან ბევრი ადგილობრივი ჭამს, არ ვიცი რა არის, მოკლედ და დავაგემოვნოთ ერთად. აი ესე გამოიყურება მოკლედ ქათმის არის, ქათამი ყველი ინგრედიენტებს, რასაც ხედავ და რუკოლა აქვს ძალიან ბევრი და აი რუკოლას მე პირადად ვერ ვიტან, მეზიზღება ისე ვერ ვიტან. ნახოთ, იმედია აქ ცუდი არ იქნება. აი ამიტომ არ მიყვარს რუკოლა რა. აი ყველა გემოს ფარავ საერთოდ, რაც არ უნდა იყოს, მარტო რუკოლას გემო იგრძნობა რა. და რამდენი რუკოლა აქვს ნახოთ. ამის გარეშე გემრიელი იქნებოდა რა. გამოვედით მოკლედ საკმაოდ დიდი მოლი იყო რომ გაგიზიაროთ უცებ ჩემი
შეფასება საკმაოდ დიდი მოლია, მაგრამ რო გითხრათ რომ ხა დიდად აღფრთოვანდი და ესეთი მოლი არ მინახავს თქო, არა, მით უმეტეს როცა დუბაის მოლი გაქვს ნანახი, იმასთან შედარებით ეს მართლა არაფერი არ არის. მოკლედ ეხლა დავიძრებით სახლისკენ, ავიღებთ ჩვენ ბარგს და წავალთ უკვე აეროპორტისკენ და მერე უკვე გაგიზიარებთ ტრადიციულად აეროპორტიდან შევაფასებ რომში მოგზაურობას. ველოდებით მოკლედ მატარებელს დაახლოებით 5 წუთში უნდა მოვიდეს წესით. რა თქმა უნდა აეროპორტში ვაგვიანებთ როგორც ხდება ხოლმე ყველა ნორმალურ ოჯახში. რავი, იმედია მივასწრებთ თუ არა და რავი 1-2 დღე კიდე დარჩებოდა. კაცი იტალიაში პრობლემა კი არ არის, მაგრამ რავი, ნახოთ, თუ აქ დამთავრდა ვიდეო, ისე იგი მივასწრით და თუ არა და მაშინ გავაგრძელოთ იტალიაში მოგზაურობა, რა პრობლემაა. აგინდა საქართველოში, რატო გეჩქარებ? ეჩქარებოდა იმისთვის, რა ბაღი მომერას. მიჩარ მომიკითხა ერთი რაღაცა, მაგრამ იტალიაში რო წახვალო ეგ არ მითხრა, მაგრამ просто რა ქვია, პირდაპირ საქართველოში რო ვიყავი, რავი, ბაღში რო დავდიოდი, ეგ მართლა მახსოვდა და სახში დავდიოდი, ეგეთ მახსოვდა და მაგრამ ბაღში რო მივდიოდი ხოლმე, მეგობრებო, ფრენამდე დარჩენილია 15 წუთი და ჩვენ ახლა მოვედით აეროპორტში. რა ვიცი, იმედი არ დავრჩებით იტალიაში. მეგობრებო, წესით ახლა ჰაერში უნდა ვიყო და ერევანისკენ მივემართებოდე, მაგრამ აეროპორტში ვარ რომის. ისე გვინდოდა მოკლედ დარჩენა, რომ აი განგებამ ესე ისურვა, რომ კიდე ერთი დღე დავრჩენილიყავით რომში რა. მოკლედ არა უშავს. ყველაფერი ხდება მოგზაურობისას. ხანისია, ხანასია. რაღაცები ჩვენ ვერ გავთვალეთ, მატარებელი თურმე ძალიან ნელა მოდიოდა, ანუ მოკლედ ყველაფერი ისე დაემთხვა, რომ დავაგვიანეთ ფრენაზე, არაფერი აღარ გვეშველა და დავრჩით დღეს აეროპორტში. მოკლედ ესეთი სიტუაციაა, გადავწყვიტეთ, რომ გოგოები და რეზი წავლენ ქუთაისში პირდაპირ, რომ აღარ იწვალონ და მე და ჩემი ძმა ნიკოლოზი წავალთ ერევანში, რომ წამოვიყვანოთ მანქანა. მოკლედ აი ესეთი ამბავი არის. არა უშავს, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო 24 საათი ამ აეროპორტში უნდა ვიცხოვრო, იმიტომ რომ ხვალ საღამოს არის ერევანისკენ ფრენა, გოგოებს გავუმართლათ, იმიტომ რომ ხვალ დილით არის ქუთაისისკენ ფრენა, პირველ საათზე წავლენ. მოკლედ ჩვენ ესე მოგვიწევს რა. რაც შეეხება რომს, მაგრამ აქვე შევაფასებ რომსაც. რომი არის ქალაქი, რომელიც არასდროს არ მოგვეძდება, ჩემი აზრით. შეგიძლია ჩამოხვიდე არ ვიცი, წელიწადში 10 ჯერ და ყოველთვის ნახავ რაღაცას ახალ საინტერესოს, ახალ ისტორიულ ადგილს და მოკლედ ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ქალაქი არის, სადაც აქამდე ყოფილ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლამაზი ქალაქი მინახავს, მაგრამ რომი ჩემს სიაში აუცილებლად დაიკავებს ერთ-ერთ მოწინავე ადგილს. თუ რამე კითხვები გექნებათ იტალიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით, იაფრენებთან დაკავშირებით, როგორ ჩამოვედი ერევანიდან, ან მსგავსი რაიმე დახმარება თუ დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ინსტაგრამზე გადადით, შემეხმიანეთ, მომწერეთ და ჩემს ყველა ცოდნას გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, ვინც ერთი კომენტარი მაინც დაწერეთ, ვინც არხი გამოიწერეთ, რა თქმა უნდა და წავედი ახლა მე დაგემშვიდობებით დროებით და შევხვდებით ახალ საინტერესო ქვეყანაში, ახალი საინტერესო მოგზაურობა.